მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვასრულებთ ჩვენს შეხვედრებს ეგზისტენციალიზმის შესახებ. დღეს არის ჩვენი მე-10 შეხვედრა. ჩვენი საუბრები შეეხებოდა ნიჩეს, ჰაიდეგერს, სარტს, დოსტოევსკის, კიდევ ბევრი ავტორი გამოგვჩა ფორმატიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ამბავი მიმოვიხილეთ და მოდი დღეს ვეცადოთ რომ აი თანამედროვეობისა და ეგზისტენციალიზმის შესახებ ვთქვათ ორი სიტყვა. ანუ ეგზისტენციალიზმი ჩვენ გვასწავლის რაღაც აზრით აი ამ ანტიესენციალისტურ მიდგომას, რომ ესე იგი რაღაცა არსი არ არსებობს და ადამიანს აქვს თვითდადგინების დიდი შესაძლებლობა. ცხადია ეს ყველაფერი იწვევს რაღაც აზრით მთელი პრობლემატიკას, ხო? ეს პრობლემა არის მაგალითად ადამიანის, ანუ შემდეგი საკითხი, სადამდე აქვს უფლება რომ ადამიანს განახორციელოს თავისი თავისუფლება საკუთარ სხეულზე. არის ეს ვთქვათ სხეულზე რომ ეს იყოს ვთქვათ სქესის შეცვლა, არის ეს იქამდე რომ მან შეიცვალოს საერთოდ თავისი ბიოლოგიური მოცემულობა და გახდეს რაღაც ტრანსჰუმანური არსება, ხო? მთელი ეს საკითხი ვაფიქრებინებს იმას, რომ რაღაც აზრით ეს ეგზისტენციალიზმის მიერ ნაკურთხები ეს თავისუფლება საჭიროებს რაღაცა ტიპის შემაკავებლებს და ეს შემაკავებელი საკუთრივ ეგზისტენციალიზმში სარტთან, ჰაიდეგერთან ძირითადად არის ეს ავთენტურობის საკითხი, მაგრამ საკითხი და სირთულე ჩდება რომ აი ვთქვათ შეიძლება მე ავთენტური ვიყო ჩემს გადაწყვეტილებაში რომ გავხდე ტრანსჰუმანი, ხო? შეიძლება ასეთი ანუ როდესაც ავთენტურობა არ არის რაღაც მაღალი კონკრეტიკით დასაფუძვლებული, აქ ყოველთვის ჩდება ისეთი კითხვები რომ აი ვთქვათ ეს ერთი ტექნოლოგიური პარადიგმის ნაწილია რომ მე მაგალითად მინდა რომ ტრანსჰუმანისტურ გზას დავადგე, ხო? ანუ იმ კონკრეტული პარადიგმის, რომელიც გულისხმობს აი რაღაც ცივილიზაციურ, რაღაცნაირ ამ ინდივიდუალიზმზე ყველაფრის დაყვანას. ანუ ესე ვთქვათ, ნაწილის პირველადობა, სადაც ნაწილი არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ეს ლოგიკურია იმ აზრით, რომ ყველა რაღაცაზით ამ მოდერნულობაში ნაბოძებ თავისუფლებას იყენებს თავისებურად, ხო? ანუ ერთნი ამას იყენებენ რაღაც კოლექტივისტურად და ამბობენ, რომ თქვა ჩვენ გვინდა მოდერნიზაციის გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვა ჩვენ დასავლეთის ტექნოლოგიებს ვითვისებთ, მაგრამ ამავე დროს რაღაც აზრით განვემიჯნებით ამ ტექნოლოგიურ ფეტიშიზმს. ანუ კარგია მაგალითად პირობითად მაცივარი, კარგია ტელეფონი, მაგრამ არა ამ ტელეფონის განდიდება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ხშირად ტექნოლოგიური ფირმები მიმართავენ რაღაც აზრით აი ამ ადრეული დაძველების მეთოდს, როდესაც ჩვენ რომ ასე ვთქვათ, სწრაფი გაყიდვა მოხდეს. ეს სწორედ გვაბრუნებს აი ამ ჰაიდეგერისეულ გეშტელთან, რაც ჩვენ ერთ-ერთ წინა თუ ზუსტად მახსოვს წინა ლექციაზე განვიხილეთ, ეს იყო ტექნოლოგიურობის არსი, რაც გულისხმობდა ყველაფრის რაღაც აზრით ხელმისაწვდომ მზადმყოფ რესურსად აღქმას, ხო? როდესაც ჩვენ ვხედავთ ამას, ანუ როდესაც რაღაც აზრით ყველაფერი არის მზადმყოფი, ჩვენთვის ეს ავთენტურობის ხაზი შეიძლება იკარგებოდეს. ანუ ფაქტიურად ესე იგი ავთენტურობა და მზადყოფი რაღაც აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ არიან ერთმანეთთან რაღაცა წინააღმდეგობის ველი აქვთ, მოკლედ. ანუ ავთენტურობა ერთის მხრივ ეს არის რაღაც ისეთი, რაც ჩვენ თავადვე გვამყოფებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ჩვენი თავადყოფნა გულისხმობს რაღაც აზრით პლურალიზმს, ხო? და ეს პლურალიზმი ყოველთვის არის დაპირისპირების საგანი. ანუ ფაქტიურად ეგზისტენციალიზმმა რა ხაზიც გახსნა, ეს გაგრძელდა შემდეგ უკვე პოსტმოდერნში და უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი ნიჩე და ჰაიდეგერი და ანუ ალბათ სარტრიც არიან რაღაც აზრით პოსტმოდერნიზმისკენ გადასვლის ნიშანსვეტები, ალბათ უფრო ჰაიდეგერი და სარტრი, აი რადგან ისინი ამბობენ აი ამ უნივერსალური ჭეშმარიტებების არარსებობის შესახებ. იმის მიუხედავად, რომ ჰაიდეგერი ნიჩესგან განსხვავებით საუბრობს, რომ აი ჭეშმარიტება როგორც ალეთეია, როგორც რაღაც დაუფარავობის ველი, ხო? ამის მიუხედავად ისიც საუბრობს რაღაც კონკრეტულ ლოკალურ ისტორიებზე, ლოკალურ კონტექსტებზე, რომ
რაც ჭეშმარიტია პირობითად ერთი ერისთვის ის შეიძლება გაუგებარი იყოს მეორესთვის და ზოგადად დღევანდელობაშიც ჩანს რომ ადამიანი გლობალიზაციამ დაახლოვა ერთმანეთთან, მაგრამ ეს დაახლოვება მოხდა ასე ვთქვათ მხოლოდ მეტწილად გეოგრაფიულად და პრინციპში ეს არც არის გასაკვირი, ხო, აი ხშირად ეს სოფლიო ლიდერებიც ამბობენ, რომ აი გლობალიზაციამ კი დაგვაკავშირა, მაგრამ ვერ დაგვაახლოა და ასე შემდეგ და ეს არც იყო ნავარაუდები, ხო, ეს გლობალიზაცია მიმდინარეობდა გარკვეული იმპერიალისტური ჩაგვრის და ასეთი ძალდატანებითი ხასიათი ჰქონდა იგი ახალი ბაზრის აღმოჩენას, ამის გაკვალვას, ამაზე მოყოლებულ ომებს და მოვედით ასე თუ ისე ამ გლობალურ სოფელში, სადაც უკვე დღეს არის ეს ვითარება, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს გეოგრაფიული სიახლოვე, საზღვრები თითქოს კარგავენ მნიშვნელობებს და თუმცა აქ ჩდება ეს სწორედ რაც ვისაუბრეთ ეგზისტენციალური სიახლოვის მნიშვნელობა, ხო? რომ შენთვის შენ ყველაფერი შეიძლება ახლოს გქონდეს, ყველაფერი თქვათ იყოს ასე ვთქვათ, შენს რომელიმე მოწყობილობაში, гаджеტში შემოკრეფილი, მაგრამ ეს შენ ეგზისტენციალური სიახლოვე არ გაკავშირებდეს მასთან. რა არის ეგზისტენციალური სიახლოვე? ეს არის რაღაც ბმის სიახლოვე და სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ ეგზისტენციალური სიახლოვე არის გამოწვევი იმისა, რატომაც ადამიანები ხშირად მოპერიებთ ორმაგი სტანდარტებით, ხო? პირობითად რომ ვთქვათ, ჩვენ თუ გვაქვს რაღაცა კონკრეტული ვთქვათ, არხები გამოწერილი, ან ვართ კონკრეტული ერის შვილები, იქ იმ საინფორმაციო ველში მომხდარი, ჩვენ შეიძლება ჩვენზე უფრო მეტ გავლენას ახდენდეს, ვიდრე ვთქვათ, სხვაგან, ხო? ანუ ეს კიდევ ერთხელ თავის მხრივ გვაბრუნებს აი იმ დოსტოევსკისეულ თეზისთან, რომ აი ჩვენ ყველა ადამიანზე, ესე იგი, რაღაც აზრით მორალური პასუხისმგებლობა გვეკისრება. საკუთრივ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ეგზისტენციალური სიახლოვით გამოწვეული ორმაგი სტანდარტები განაპირობებს აი ამ რაღაცნაირ მორალურ დილემას. იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ იმის მიუხედავად აი მოდერნულობამ, ანუ მოდერნულობის კრიზისია, ხო, ეგზისტენციალიზმი, ანუ მოდერნულობამ სადა რაღაც აზრით ეს ინტერსუბიექტურობის, ანუ ზოგადადამიანურობის თამასა მაღლა აეწია, მაგრამ ის ვერ ვიტყვით რომ ჩავარდა, მაგრამ აღმოჩნდა ნაწილობრივ წარმატებული. იმიტომ რომ საერთოდ ეს მოდერნულობას და ახალი დროც, რასაც ეგზისტენციალიზმის აკრიტიკებს ამ რაციონალობას და ესეთ მშრალ რაღაც სიენტიზმს, სამეცნიერო აზრის მშრალ დომინაციას და ასე შემდეგ, ამ თვითონ მოდერნულობას შეიძლება გამოყოთ მოდერნულობაში ორი ხაზი. ეს ხაზი არის აი პირობითად, რა ვიცი, აი კანტი თავისი გაბედე აზროვნებათი და პირობითად ვიღაც, ვთქვათ, ადრეული ინდუსტრიალისტი, რომელიც რაღაც ექსპლუატაციას ახდენს, რომელიც, ვთქვათ, იმიტომ კი არ დაამხო, ვთქვათ, მეფის ხელისუფლება, რომ ვთქვათ, რაღაც ზოგადად სიტყვის თავისუფლების ან რაღაც მაღალი იდეალების აპოლოგეტი იყო. არამედ იმიტომ, რომ ის მეფის ძალაუფლება იყო ხელისშემშელი საკუთრივ აი ამ ვთქვათ, სხვა ძალაუფლებითი ვექტორების განხორციელებისთვის. ანუ ეს მოდერნულობის ეს ორადობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკუთრივ ეს ჩანს დღევანდელობაში, აი ამ გლობალიზაციის შედეგად ერთის მხრივ ჩვენ რაღაცაზე ჰუმანურობის რაღაც დონე დავიჭირეთ როგორც კაცობრიობამ, თუმცა მეორე მხრივ ვაკვირდებით უამრავ სისხლიან, ასე ვთქვათ, სურათებს, რომელიც მოდის ჩვენს, ვთქვათ, гаджеტებში, ჩვენს სოციალურ ქსელებში და ეს აჩვენებს საკუთრივ იმას, რომ აი ეს ეგზისტენციალიზმის მიერ ნაკარნახები რაღაც ავთენტურობა საჭიროებს აი დამატებით დადგინებას. დამატებით დადგინება კი გულისხმობს აი რაღაც კონკრეტულობას. მათ შორის თქმას იმისა, რომ ეს ეგზისტენციალისტური თავისუფლება არ უნდა იყოს შემოსაზღვრული რომელიმე იდეოლოგიური მდგენელი. მაგალითად ლიბერალური მდგენელით, რომელიც გეუბნება, რომ აი პირობითად თუ ხარ ლიბერალი, ხარ ადამიანი, ხო? ანუ ლიბერალური ეგრეთ წოდებული უნივერსალიზმი, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ჩემნაირი გახდეს, ხო? ეს არის ფაქტიურად მთელი დასავლური კულტურის
არსი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ელინიზმი, ამ თქვა კულტურული ექსპანსია რაც ახასიათებდა, ხო, ეს ამ კულტურის ძალა იყო რეალურად, მაგრამ უკვე ამ გლობალურმა სოფელმა, ხო, აჩვენა ის, რომ აი ეს ლოკალური ისტორიების შემოსვლა, რაზეც ეგზისტენციალიზმი საუბრობს და ნუ პოსტმოდერნულობაც, ხო, რომ ანუ ჩვენ გვაინტერესებს უკვე რაღაცაზეით აი ჩინეთის ისტორია, აი ინდური ხედვა, პირობითად აფრიკის პერსპექტივით დანახული ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი მაგალითად საუბრობდა, რომ კონკრეტულ ერებს საერთოდ არ აქვთ ისტორია, ხო და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ ევროპაცენტრიზმის რღვევა ფაქტურად იწყება მე-19 საუკუნიდან დასავლეთის ფილოსოფიაში და ამაში ამ რღვევაზე ერთგვარი სიმპტომური პასუხიც არის ეგზისტენციალიზმი. ხო, ჩვენ პირველ ლექციაზე მოვნიშნეთ ეგზისტენციალიზმი როგორც რაღაც კრიზისზე პასუხი. და ეს პასუხი იყო სწორედ აი ეს კრიზისი, როდესაც დასავლური აზრი მივიდა იმ ტყუილთან, რომ საკუთრივ ის არის ისტორიის მთავარი შემოქმედი. იმ ტყუილთან, რომ მაგალითად პროგრესი არის ისტორიის მამოძრავებელი. ყოველ შემთხვევაში თუ არა ტყუილთან, ყოველ შემთხვევაში ამ პარადიგმულ სიმყიფესთან, რადგან აღმოჩნდა, რომ ალტერნატიული ხედვები არსებობს, გაიხსნა სამყარო, შემოდის ასე ვთქვათ აღმოსავლური ფილოსოფიური ნაკადი, შოპენჰაუერის, ნიცშეს გავლით და რაღაც აზრით ეგზისტენციალიზმიც აღმოჩნდება აი ამ დაკარგული ამ დიდი ასე ვთქვათ ნარატივების მსხვერპლის შედეგად რაღაც აზრით იმედგაცრუებული ადამიანის ფილოსოფია, ხო? ჩვენ ვიცით, ხო, ეს პოსტმოდერნიზმი, დღევანდელი ეპოქა არის ამ დიდი ნარატივების კრახის ეპოქა. ანუ ეს არის, როდესაც აი დიდი ნარატივები, როგორც არის, აი პირობითად ღვთაებრივი საუფლო, მაგალითად მსოფლიო კომუნიზმი, ან რაღაც ლიბერალური ისტორიის დასასრული, ან რაღაც კაპიტალიზმის გამარჯვება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, ანუ ეს დიდი მამოძრავებელი იდეები რაღაცნაირად ინგრევა, ხო? ასე და ეს იყო 90-იან წლებში დაინგრა საბჭოთა კავშირი, გაფორმდა ესე ვთქვათ მარქსიზმის, როგორ ის სახესხვაობაც არ უნდა ყოფილიყო მარქსიზმის საბჭოთა კავშირი. დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალს ლიბერალიზმის დასასრულს, იმიტომ რომ ის აღმოჩნდა ფაქტიურად ჩვენ დავინახეთ რეალურად ის მომენტი, რომ ისტორიის დასასრულის ცნება აღმოჩნდა ძალიან მყიფე და ვერ გაგება სწორედ აი ნიჩიანური აზრისა, რაც არის რომ მსოფლიო ისტორია, როგორც ძალაუფლების ნების და ამ დაპირისპირების გამოვლინება არ შეიძლება დასრულდეს. ეს არის ერთი ხედვა, ხო, ისტორიის. ეს არ დასრულება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დაპირისპირების არსი, ხო, ეს პოლემოსის ესეთი აგონისტური ბუნება იპოვის ყოველთვის დაპირისპირების ვექტორს, ხო, ანუ 90-იან წლებში ინტელექტუალებშიც მათ შორის იყო ძალიან გავრცელებული ეს ხედვა, რომ რაღაც აზრით ეს იდეოლოგიების დამარცხება და ერთ იდეოლოგიაზე დადგომა იყო რაღაც აზრით მართლა ისტორიის დასასრული. მაგრამ ნურას უკაცრავად ყოველთვის არსებობს ის ფორმები, რომელშიც გამონახავს თავს იდეოლოგიის, ესე იგი დაპირისპირების ესე იგი პათოსი, დაპირისპირების ლოგიკა და ამ შემთხვევაში ეს უკვე აღმოჩნდა გეოპოლიტიკური დაპირისპირება. აღმოჩნდა თუ ზუსტად ვიტყვით, რეალურად გეოპოლიტიკური დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ არსებობდა ილუზია იმისა, რომ ეს არ იყო მთავარი, ან ყოველ შემთხვევაში არასაკმარისად მნიშვნელოვანი, რომ თქვათ იდეოლოგიური დაპირისპირება, როდესაც მოიშთობოდა, თქვათ კომუნისტსა და კომუნისტსა და ესე იგი ლიბერალურ დასავლეთ შორის, კაპიტალისტურ ბანაკს შორის რაღაც აზრით მგელი და კრავი ერთად მოძორდნენ, ხო? ყოველ შემთხვევაში მასში გვიან საბჭოთა ელიტას ასე წარმოედგინა კულტურულს და პოლიტიკურს სხვათა შორის. აღმოჩნდა რომ ასე არ იყო და აღმოჩნდა რომ დაპირისპირების ხაზები არის დიდი. ანუ ფაქტიურად ეგზისტენციალიზმი რასაც გვასწავლის, რომ აი ჩვენ რაღაცა პლურალისტურად დავინახოთ რაღაცეები და მათ შორის საკუთარი თავს დაუსვათ შეკითხვა თუ აი რა ვართ და რა ესეთი რაღაცაზე საკუთარი თავის დაფუძნება შევძლოთ, არის მათ შორის ესეც, ხო? რომ აი წარმოიდგინეთ კულტურა, რომელიც 25 საუკუნე დგას თავის გამორჩეულობაზე და რაღაც აზრით უნივერსალიზმი
მისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი და ამ დროს შემოდის სხვადასხვა ლოკალური ისტორიები, მაგალითად ჩინეთის ისტორია, რომელიც კი გასაგებია, რომ თუ ჰაიდეგერს მათ შორის დაუჯერებთ, არის თქვა აი დასავლური ჰაიდეგერიც ამბობს, რომ კი დასავლეთის დამღა დიდია მათ შორის სხვა კულტურებზე, იმიტომ რომ იგივე მარქსიზმი, რომელიც თქვა მე მაოიზმის სახით გაფორმდა ჩინეთში, სწორედ დასავლეთიდან შესული იყო. თუმცა დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ აი ამ ტენდენციას, ეს ტენდენცია არის სწორედ აი მაქსიმალური რაღაც აზრით აი ამ უნივერსალიზმის დასასრული და ეს უნივერსალიზმის დასასრული არ შეიძლება მიმდინარეობდეს გეოპოლიტიკურად დასავლური ჰეგემონიის დასუსტების გარეშე. ანუ ეს იგულისხმება ამაში რაღაც აზრით რომ აი ეს პლურალიზმი ხო ნიცშე რაზეც საუბრობს ძალთა პლურალიზმი რომ ყველას აქვს თავის ხედვა და ასე შემდეგ ეს რეალურად ფუძნება. კიდევ ერთხელ ჩვენ ვახსენეთ რომ პარადიგმა ანუ რა მნიშვნელობა აქვს პარადიგმას ხო? ნიცშე მაგალითად ასე ვთქვათ იმ მე-19 საუკუნის ბოლოს რაც აღმოაჩინა ფაქტურად ჩვენ დღეს იმ სამყაროში ვცხოვრობთ და აღმოაჩინა რა ანუ ამოიკითხა ესე ზუსტად თუ ვიტყვით იმიტომ რომ მან თქო რა პერსპექტივიზმი ხო დღეს ხშირად ჩვენ ხედავთ რომ აი პირობითად ერთი კონკრეტული გეოპოლიტიკური ბანაკი ამბობს რომ ჩემი ხედვა არის უნივერსალური რომ ესეა ეს თავისთავად ასეა. ანუ მყარი შტამპების მიკერება, ხო, მათ შორის სარტრი ებრძვის, ხო? ესეთი მყარი მდგენელების დადგენა, შენ ასეთი ხარ. და ანუ პერსპექტივიზმის არ დანახვა რეალურად, რატომაც დასავლური კულტურა არის ძლიერი, არის ის რომ ის არის თვითკრიტიკული. სწორედ იმიტომ რომ და ეს სხვათა შორის არის ჩადებული უკვე მის პარადიგმულ ფილოსოფიურ საფუძვლებში, როდესაც ამბობს არისტოტელე, რომ მეგობარია პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მთავარია და უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ფაქტიურად ეს ურთიერთკრიტიკის, აი მათ შორის ამ ბერძნული ეს პოლემოსის ეს დაპირისპირების სული მათ შორის კარგად ასე ვთქვათ, ახასიათებს დასავლეთის კულტურას, იმიტომ რომ მას შეუძლია თვითკრიტიკულობა, ხო? ეს არ არის ესეთი ხშირი და ეს არის რაღაც ისეთი რაც სხვათა შორის მისავე დასასრულს შეიძლება მოასწავლებდეს ყოველ შემთხვევაში თუ უდასასრულს არა მის დასუსტებას. სხვათა შორის ეს ძალიან გავს ნიცშეს თქვას, როდესაც ის ამბობს ქრისტიანობაზე რომ რაღაცაზე დასავლეთში ქრისტიანობის დაღმასვლა არის გამოწვეული აი ამ ჭეშმარიტების ქრისტიანობისავე კულტით ბჭყალებში თუ შეიძლება თქვა, ანუ პირობითად იმაზრით რომ ქრისტიანობა რო ამბობდა რომ აი ჭეშმარიტება მნიშვნელოვანია, მერე სამეცნიერო აზრმა გადმოიბარა ეს ჭეშმარიტების ჩირაღდანი და სწორედ აი ამ შემდეგ ამ ჩირაღდანითვე თქვა დაწვა ის რაღაც პარადიგმული სახლი, რაზეც იდგა ეს რელიგია თუ შეიძლება თქვა დასავლურ საზოგადოებების დიდ ნაწილში, ხო, ნუ ყველაზე ცხადია ვერ ვიტყვით. ერთი სიტყვით ესეთი ამბებია. დღევანდელობას რო დაუბრუნდეთ, დღევანდელობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ესე იგი რაღაც აზრით ჩვენ ხედავთ აი ამ ტექნოლოგიურ სისწრაფეს და ეს ტექნოლოგიური სისწრაფე ადამიანს უჩენს სწორედ აი ამ გამოწვევას, რომ ვთქვათ, რანაირად შევძლო მე ვიყო ჩემი თავი, როდესაც მე ვარ გარემოცული სწრაფი ნაკადით, ხო, სწრაფი ინფორმაციული ნაკადებით. ეს არის ვთქვათ ეს Facebook ნაკადები, ეს ინფორმაციული ფაქტია ტერორი, რაც ხშირად წარმოებს, ხო, ადამიანის ტვინზე, ხო, რომ აი პირობითად შენ დაელაპარაკები ადამიანს, რომ რაღაცა პირობითად რაღაცა მოგწონს და მეორე წამში ვთქვათ შენ გთავაზობენ, რომ აი შეიძინე ეს და ასე შემდეგ, ხო, ესეთი რაღაცები. სხვათა შორის საინტერესოა ეს ჭეშმარიტების ქრობა, რაც ნიცშემ დაანონსა თუ პარადიგმულად შეაფასა, რასაც ჰაიდეგერი ცოტა სხვანაირად უყურებს, ცხადია. ფაქტიურად კანტს ჰქონდა ანტინომიები, ჩვენ ვიცით, ხო, რომ ანტინომიები ნიშნავს, რომ ანუ როგორც ერთი თეზისი, ისე მეორე თეზისი, ანუ მისი საპირისპირო თეზისი თანაბრად მტკიცებადია, ან არ მტკიცებადია, მაგალითად, სამყაროს უსასრულობაზე და არაუსასრულობაზე.
მაგრამ დღევანდელობაში ხდება ისე, რომ ფაქტიურად საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფ წარმოება რაღაც აზრით თითქოს ამ ანტინომიებს ხდის ჩვენ ყოველდღიურობად. აი რა აზრით ვამბობ. პირობითად, აი ნახავ რაღაცა ისე რომ ჩვენ არ შევდივართ მის არსში. ანუ იტყვის რა პირობითად. დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა კარგია, ნახავ ერთ არხზე. მეორე არხი იტყვის რომ არ არის საჭირო. პირობითად ერთი მთავრობა ამბობს, ხო, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ კლიმატის ცვლილება ხდება. მეორე გეტყვის რომ არ ხდება. ხო ხდებით, ანუ ეს ფაქტურად ნებისმიერი ფაქტი იმდენად ხდება ძალაუფლების ნებისმიერი ინტერპრეტირებადი, რომ შენ ვერ გებოებ, ანუ შენ ასე ვთქვათ, კი, ცხადია, შენ შეგიძლია როგორც მკვლევარს თქვა ჩაუჯდე, ეცადო დაადგინო ეს ობიექტური ჭეშმარიტება თუ შეიძლება ასეთი არსებობდეს, მაგრამ იმდენად არის გამსჭვალული ასეთი კონკრეტული სუბიექტური ინტერესებით, რომ ძალიან რთული ხდება ფაქტიურად დაადგინო, რომ მაგალითად დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა კარგი არის თუ არ არის კარგი. ანუ ექსპერტები ამბობენ. და ამ დროს შეიძლება ექსპერტები ცდებიან, ხო? ანუ საკუთრივ ადამიანის ტვინი ხდება მასირებული შეტევის ობიექტი, მან არ იცის როგორ და ეს რადგან ჭეშმარიტება არ არსებობს, ლოგიკურია რომ საკუთრივ ის ვინც კონკრეტულ ვითარებაში ჭეშმარიტებას ლაპარაკობს, არის რაღაცნაირად ნაკლოვან მდგომარეობაში და რატომ? საერთოდ ყოველთვის, როდესაც წინა პარადიგმა გადმოდის მეორე პარადიგმაში, ამ წინა პარადიგმას ახალ პარადიგმაში უფრო მეტი ხდება, ასე ვთქვათ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, შენ როდესაც გამოდიოდი აი ჭეშმარიტების პარადიგმით, ხო? აი პირობითად რატომ არის რომ მაგალითად ლიბერალები უფრო მეტად ქრისტიანობას ერჩიან, ხო? იმიტომ რომ ის წინა მათთვის, ხო? ეს არის წინა პარადიგმის შედეგი და რატომ აი თუ ეუნები მათ რომ აი შენ მოდი აი თანაბრად მიუდექი ესეც შენ ხო ამობ რა აი ყველას უფლებას ვიცავ და მე თავს მოვიკლავ რომ შენი სიტყვა გააგებული იქნას და რაღაცა და რავი კარგი ვამბობ რომ მე ერთი რელიგია ვარ იქ სხვა ხედვა აქვს და სხვასაც პატივცემ და მე რატომ ჩაგრავ ანუ რატო გაქვს ჩემს მიმართ განსაკუთრებული ესე იგი ანტისენტიმენტები თუ ანტიპატიები და ლოგიკურია იმიტომ რომ შენ წინა პარადიგმაში აბსოლუტისტურად უყურებდი და ახლა რო გადმოვიდა ახალ ხედვაში ლიბერალი ამას ამიტომაც უტყავს ნუ გარდა იმისა რომ ის ისტორიულად არის დიდად ვთქვათ ამ დაპირისპირებაში. ხო, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ის ვინც დღეს ჭეშმარიტების მხარეს დგას ლოკალურ კონტექსტებში, კონკრეტულ საინფორმაციო ომში და ცდილობს რაღაცა უფრო გონების ნათელი, რომელიც ახლა პოსტმოდერნი არ დაკარგავს, ხო, ეს არის უბრალოდ იმ ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც აი ამ სინათლეს ფარავს. აი ფაქტიურად ესე ხატოვნად რო ვთქვათ, აი პლატონის გამოქვაბულზე რომ რაღაც დამატებითი ლოდების დადებაა, რომ მზის ხიუმა კიდე ვერ შეაღწევს და ვინც ამას აკეთებს, ცხადია მას უწევს რაღაცაზით არათანაბარ ბრძოლაში შესვლა, იმიტომ რომ ის გამოდის იმ პარადიგმაში, სადაც ჭეშმარიტება არ არსებობს. ანუ ჭეშმარიტება თავისთავად არსებობს, ლოკალურად და როგორც ალეთეია, როგორც რაღაცა გამოვლინება, ხო? მაგრამ ამ პარადიგმაში, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი არის ინტერპრეტაცია და მთავარია აღქმები და არა ვთქვათ პირობითად ფაქტი, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის რაღაცაზე ძალიან რთული იმისთვის, ვინც ესე ჭეშმარიტების მხარეს დგას. ხო, და ამ შემთხვევაში არ გულისხმობ ვულგარულად, რომ აი ისტორიის ნათელ მხარეს დგას, არამედ პირობითად აიღეთ რაღაცა კონკრეტული კონტექსტი, ხო? რომ აი არის ვთქვათ ჭიქა და ასე შემდეგ და ვიღაცა ადამიანი გეუბნება, რომ ეს არ არის ჭიქა, ეს არის, რა ვიცი, მოტოციკლი პირობითად, ხო? იმას რაღაც აზრით შეიძლება ეს გვეგონოს რაღაც ცოტა უტრირება, მაგრამ თუ დავაკვირდებით საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ნაკადებს და საინფორმაციო ბრძოლებს, ეს ჩანს კიდევაც, რომ აი მჭარბი რეალობით სწრაფ-სწრაფი, ანუ ბევრი ტყვილი და სწრაფად, ხო? იმიტომ რომ ჭეშმარიტება სჭირდება და აი რაღაც ჭეშმარიტების გამონათება სჭირდება რაღაც პერიოდი, რომ აი ესეა და ტყვილი შეგიძლია ერთ რამეზე ძალიან ბევრი თქვა და ერთ რაღაცაზე ჭეშმარიტებას ვერ იტყვი, ესე ძალიან ბევრს, ხო? სწორედ აი ამას გულისხმობდა, ანუ ფაქტობრივად ჰაიდეგერისეული დასმანი, რაც არის, ხო, ანუ რაღაცაზრით ეს უთვისებო კაცი,
ფაქტურად დღეს გვევლინება უთვისებო კაცი, უკანასკნელი ადამიანი გვევლინება იმ რაღაც ტექნოლოგიურ ანსამბლში ჩაძირულ აი ეგრეთ წოდებულ echo chambers რაც არის ხო ანუ echo-ს პალატები თუ შეიძლება ითქვა სადაც აი ანუ ფაქტურად არ ხდება ფილტრაცია რაღაც ინდივიდის ასე ვთქვათ რაღაც გონების ნათელზე თუ რაოდენ მოდერნულად და იდეალისტურადაც არ უნდა ჟღერდეს ხო რომ შენ მაგალითად აი რაც Facebook ტრენდია შენ იმას გააკეთებ ხო პირობითად ხო აი რაღაც ტრენდზე მიყოლა იმის გამეორება მეორე მხარეა სხვათა შორის ის რომ თქვა რომ უმრავლესობა ყოველთვის მტკვანია ანუ ეს არის ორი უკიდურესობა რომ აი უმრავლესობა არის ყოველთვის რასაც ფიქრობს მართალი ან მეორე ტრენდი არის რომ უმცირესობა რასაც ფიქრობს ეს არის მართალი და ეს თავისთავად ეს არც ერთი არ არის მართალი იმიტომ რომ როგორც ანუ არ შეიძლება ჭეშმარიტება იმით განსაზღვრო მას რამდენი ადამიანი უჭერს ხარს ჭეშმარიტებაში მათ შორის ვიგულისხმოთ კონკრეტული ერის თვითგადარჩენისთვის საუკეთესო ალგორითმი, თქვათ, აი ქართველებს ესე გადარჩებიან X ალგორითმით და ეს არის ჭეშმარიტება იმ ერისთვის. მე არ ვამბობ, რომ ეხლა 2+2-ზე რას ფიქრობს, უმრავლესობა თუ უმცირესობა. ანუ კონკრეტული ჭეშმარიტებები არა შეიძლება უმრავლესობა ცდებოდეს, შეიძლება უმცირესობა ცდებოდეს, მაგრამ საერთოდ აი ეს რაღაც ინტელექტუალური აროგანტობა ესეთი არის, რომ აი აუცილებლად უმცირესობა უნდა იყოს მართალი, იმიტომ რომ უმრავლესობა ხო აუცილებლად ბნელია. მე არ ვამბობ იმას, რომ უმრავლესობა პირობითად როგორც ასეთი იყოს ყოველთვის მართალი და მაგრამ არის რაღაც აზრით არსებობს ალბათ მაინც ის კოლექტიური მდგენელები, რაც ამ უმრავლესობას აყალიბებს და სხვათა შორის აი ეს ავთენტურობის ცნებაში ძალიან დიდია ცდუნება, რომ ეგზისტენციალიზმი განმარტებული იქნა ძალიან აი ინდივიდუალისტურად, რომ აი თავისუფლება და არ გვინდა ეს რაღაცა თქვა და კი რაღაც ცხადია საზოგადოების მანკიერი ოპრესიები ადამიანზე უნდა შეიზღუდოს, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე რომ აი ამ შეზღუდვისას, ანუ ამ წითელი ხაზის გადასმისას, ხომ ყველაფერი, რასაც თქვა შენ საზოგადოებისგან და კოლექტიური იდენტობისგან ღებულობ, ყველაფერი გადააყოლო ზედ, ხო? ანუ მათ შორის არც შენი სქესი, ან მათ შორის არც შენი ვთქვათ ეს ადამიანური იდენტობა თუ შეიძლება დავარქვათ, ან რაღაც კონკრეტული ერთანკუთვნილება, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ერის შვილობა, ხო ნიშნავს რაღაცა ტიპის კოლექტიური მეხსიერების ნაწილად ყოფნას. და თუ მე ამ კოლექტიური მეხსიერებაზე მეუბნებიან, რომ კარგი კაცო რა კოლექტიური მეხსიერება აგერ მოიხმარე, წადი კაფეში დალიე და ასე შემდეგ, ხო? აღარ გავუგზელებ. ამ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით, რომ აი ესე იგი ეგზისტენციალიზმი აუცილებლად უნდა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში უნდა გულისხმობდეს მათ შორის იმის თავისუფლებას, რომ შენ ჩაიხედო შენი ასე ვთქვათ კოლექტიური ფესვების სიღრმეებში, ხო? ეს არ გულისხმობს კიდევ და კიდევ ვთქვათ აი არც ურაპატრიოტიზმს და ასე შემდეგ, არამედ აი ამ ეგზისტენციალისტური თავისუფლების და ამ გაბედე აზროვნება სიკვდილზე, რაც ჩვენ თქვით როგორც ესე ცოტა ეგზისტენციალისტური ინტერპრეტაცია კანტის ცნობილი თეზისისა, აი ეს უნდა გულისხმობდეს იმას, რომ გავბედე და შენაირი დასკვნა არ გამოვიტანე, როგორც შენ გონია რომ გამოვიტანდი. მათ შორის არც რადიკალური ინდივიდუალიზმის მიმართულებით, ან არც რადიკალური კოლექტივიზმის მიმართულებით, ხო? გამოვიტანე რაღაც ხეშად ვთქვათ ჩვალედური დასკვნა. ანუ ერთი სიტყვით პრობლემა ამ ეგზისტენციალისტურ თავისუფლებასთან მიმართებაში ხშირად არის ის, რომ წინასწარ აქვთ ხოლმე კონკრეტული ტიპის ინტელექტუალებს ან ინდივიდუალებს ნავარაუდები შენ ამ ეგზისტენციალურ თავისუფლებით რა უნდა მიიღო. და ეს უკვე აღარ არის ეგზისტენციალისტური თავისუფლება, როგორც სიყვარული არ შეიძლება იყოს იძულებული. შეიძლება ადამიანს იძულებით სცემდა პატივს და შოპენჰაუერი გვეუბნება ამას, რომ პატივის ცემა ყოველთვის რაღაც აზრით ნებელობითი აქტი არის, რომ სხვის ნების სიძლიერესადმი რაღაცნაირად მოწიწება და ვერ იტყვა სიყვარულს რატომ არ გიყვარვარ, ხო? ანუ არ შეიძლება, ხო ესეთ რაღაც, ანუ ესე როგორც ინგლისურში fall in love, ხო, სიყვარულში ჩავარდნა, ეს არის ანუ ის შენ რაღაცნაირად თავისთავად ვარდები, ხო, ამ რაღაც კავშირში, ხო? სწორედ ეს მომენტია მოკლედ რომ შევაჯამოთ და ვთქვათ, ესე იგი ეგზისტენციალისტური ფილოსოფია, რომელიც მოყოლებული კირკეგორიდან ვიდრე
თქვათ სარტრამდე და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ფიგურამდე არის ფაქტიურად მოდერნულობის კრიზისზე მნიშვნელოვანი პასუხი. მნიშვნელოვანი პასუხია იმდენად, რამდენადაც ის ცდილობს თქვათ აი ამ ღმერთის სიკვდილზე რაღაც ალტერნატიული პასუხების ძიებას. ცდილობს იმას, რომ რაღაც აზრით აჩვენოს თუ რა არის როგორია ადამიანის ეგზისტენციის, ადამიანის არსებობის სტრუქტურა. და ამ ყველაფერში ის დიდ წარმატებებს აღწევს, ვით თქვით ასევე რომ არის სხვადასხვა ტიპის ეგზისტენციალიზმი, ათეისტური, თეისტური, რაღაც შუალედური ვერსიები. მთლიანობაში ნიჩეზე, ჰაიდეგერზე, სარტზე, დოსტოევსკიზე საუბრისას საბოლოო ჯამში ვთქვით რომ ეს არის თავისუფლების ფილოსოფია, თავისუფლების ფასი კი არაფერია ამ ქვეყნად. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.